რომის 267 პაპის ვინაობა ცნობილია. კარდინალი რობერტ ფრანსის პრევოსტი 133 კარდინალისგან შემდგარი კოლეგიის სუმცირე 2/3-მა კათოლიკური ეკლესიის ახალ წინამძღოლად აირჩია. მსოფლიოს ახალი პონტიფიკოსის არჩევა კონკლავის მეორე დღეს, კენჭისყრის 4 რაუნდის შემდეგ სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლა მაუწყა, ხოლო კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ წარმოთქვა სიტყვები ჩვენ გვყავს პაპი. Habemus papam. ჩიკაგოში დაბადებული 69 წლის კარდინალი რობერტ ფრანსის პრევოსტი პაპობაში ლეო მე-14 იქნება. იგი 2015-2023 წლებში პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. პრევოსტი ხელმძღვანელობდა ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიასაც. 2025 წლის თებერვალში კი პაპა ფრანცისკემ იგი კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა. კათოლიკური ეკლესიის 2000 წლიან ისტორიაში პირველმა ამერიკელმა რომის პაპმა ლეო მე-14-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. La pace sia con tutti voi. გვირფასოს მებოდა დებო ეს მკვეთრით აღმდგარი ქრისტეს პირველი მისალმება. კეთილი მწყემსის, რომელმაც სიცოცხლე ღვთის სამწყსოს შესწირა. მეს მსურს რომ ამ მისალმებამ შემოაღწიოს თქვენს გულებსა და თქვენს ოჯახებში. მშვიდობა თქვენ.